ბატონებო. პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტის აღმოსავლეთის ენების ფაკულტეტი სალამს უძღვნის თავის ყოფილ მოწაფეს. დავუერთებთ თავის ხმას იმ დღესასწაულს, რომელსაც ქართველი ხალხი უმართავს ზეგარდმო ნიჭით ცხებულ პოეტ ლირიკოს. იათურის მაღაროების მუშებისას გოსან ვაჟა ფშაველასაგან. ოიცა იათო. ხაჯა, ვაჟა, ვაჟა. მეცამათია ბევრჯერა სენს თვალზე კრემლის დენამა ნეტავი ბევრი გადარდოს შენიშთანები დედამა. მადლობელი ვარ გულითა შოთაის სულის ლხენამა სამშობლოს სამსახურისთვის ჩანგი იკურთხოს ზენამა. ოსნის საკვანი მოაქვს, აკაკი საკვანი მოაქვს. აქეთ მოხდა. ვინ არიან ეს მოხუცები? აკაკის დიდა გამზრდელი. ის რა არის შუა? აკვანი, დიდო მგოსა. სავანის გლეხობა სალამს გიძღვნით დიდო მგოსანო. ეს აკვანი ბედნიერი ხისგანა გათლილი ძვირფასო შვილო აკაკი ამაში გაწოვა გლეხის ქალმა თავის ძუძ. დღეს კი ხალხი შვილს მთელი საქართველო გიცხადებს თავის მადლობას და აღტაცებას. მადლობელი ვარ ჩემო დიდა გამზრდელო, მადლობელი ჩემი ანატრელი ბავშვობის მოგონებისათვის. ჩემი თავგადასავალის მოგონებისათვის. აი, ეხლა თვალწინ მიდგას ჩემი სოფელი სვიტორი, გიჟმაჟი ჩიხურა, რომლის ნაპირას მაღლობზე დგას ჩემი მშობლიური სახლი. აი, ამ სახლში დაობადებულ ვარ მე 1840 წელში 9 ივნისს განთიადისად. ბავშვი არა, პირდაპირ ანგელოზია, ანგელო. დაიბადა თორე იცინი. ყველა პირის, ეს კი სულ იცინის. როგორ ხომ არა? ვაჟია, ბატონო, ვაჟი. ბიჭია. ოვრაო. ბიჭია, ბიჭია, ბიჭი. ერთი თვის შემდეგ, როდესაც მამაჩემი ნადირობიდან დაბრუნებულა, დედაჩემი მოულოდნელი გადაწყვეტილებით შეხვედრია. ბატონი კაც ხასიათზე დაბრუნდა. დღეს მოახდენს ქალბატონს. შენ ბიჭუნა რეგო. კარგად, ბატონო, კარგად. ეკატერინე, თან ეკამახარე ვაშკა. ვაშკაცობა ჯერ შორს არის. თუ კარგად გავზარდებ, ვაშკაცის გამოვა და ადამიანი. გამოვაგიდე.
ხომ დაგიგონია? დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახე. მე მაინც გადავწყვიტე როსტომ ბატონო, ჩვენი აკაკი გავაძიდო. სასახლეში გაახდით? არა ბატონო, ჩვენ უკვე ძიძად შევარჩიეთ სავანეში. ეს სულ შენი მოწყობილი საქმე იქნება, ჩიტოლია და ეხლა სიმართლე მითხარი, თორემ ხომ იცი? არა. მე მინდა ჩემი აკაკი გლეხის სახლში გაიზარდოს. რომ მისვა ფრინდელ მარგაუს, მისფერ ჯიხმა, გული, მამის გული კი არა, ხალხის გული ჰქონდა. ეთირი გული. ვენინება, გავაძიდო. ძიძაობა და ყმაწვილის სოფელში გაბარება ისტორიული ჩვეულება იყო ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ამ გონივრული ჩვეულების მიზეზი იყო ჩემი სოფელში გაბარება. სოფელი, რომელშიც მე გაუძიძები ვარ, შორს არ არის ჩვენი სახლიდან. როგორც სათვალთვალოდ, ისე ჰაერის სიკეთითაც ის საუცხოო რამ არის და ამიტომაც დაურქმევიათ სავანე. ესე იგი, მოსასვენებელი ადგილი. ბატონი მობრძანება და შეხ, ედი ეტვია ჩემო ბაბუნა. დღეიდან ორი ბავშვი დედა იქნება. მე მინდა შენ იყო ჩემი ბავშვის დიდა. მე ყველაზე ღარიბი გახლავარ, ქალბატონო. ვიცი. ხედავ. ასე აჯობებს ჩვენი ბავშვებისათვის ჩემო. მანო, ქალბატონო. მანო. დაბრძანდით, ქალბატონო. რა ქვიან შენს ბავშვს? ამბაკო, ქალბატონო. ჩემსას აკაკი. აკაკი. ბედნიერი წელიწადი დამიდგა. გაიხედე, აკვანი მოაქვს. აკვანი. ნაზიკროს მოაქვს, ვისია? ალბათ ნაზიკრონდა. მიხარ გოგონა, რა ქვიან? ნაზიბრონ. ობოლი გახლავთ, ქალბატონო. დედა არ გახსოვს? დედა არ მახსოვს. ნანა მახსოვს. აი, თითქოს ეხლაც მესმის. ნანა. ჩემო ქალბატონო, თქვენს თვალებს ცრემლი არ აღშვევია. მოისმენ, დედის თვალებს მხოლოდ შვილზე მწუხარების ცრემლის თვალს. ეცადე ჩემო მანო. სიცოცხლეს არ დავზოგავ, ქალბატონო. თვალის ჩინივით მოუვლი. ჩემ აკაკის არასერს არ მოვაკლებ. არა მანო. მე მინდა ჩემ აკაკი ბავშვობიდანვე იგრძნოს რა არის გაჭირვება. იცოდე შრომა, რომ მისგან ნამდვილი ადამიანი დადგეს.
იქ სასახლეში ამას ვერ ნახავ. ნუ გამომკვები მან. შენ ახლა ორი შვილის დედა ხარ. ბევრი საქმე გექნება. დარჩ. Pani Anglesis Cox. After exam, Telisopeli, Chemsaknat. Ak Avidgi Pechi. Ak Hamovidgi Ena. Akhedan Leiteba Chemi Maxorovat. Hayne dedi kotavi, hayne mami kotavi, dedi ko amba kotaviva. Mami ko amba kimtavi gadi te khavkiva. Kargia tukkiva. Rari kargi, meron kiva. Sorete garis kargi რომ ორთავეს ხივას. ანირიდან სხვის დარტყმას მოინდომებ, გეცოდინებათ როგორ ეწკინებათ სხვასაც. აი, უებარი დამალი. ასე გეჭირო შვილო და ქორტილანდის მოგირჩევა. Kotiga. Ma, met minda Cortilande momirche. Me agarskiva, me uko mircheba. Aba Romels agarskivat. Moy chomtan. Me, he. Nita toxi daxkari shvilo. Filmis მაგივრად ოფლი დაღვარო, ჯობია. ასე. ა? დიდი ვარ სატოხაში. დაადი. იმი სატოხნა დაუწყოთ მადამსახოთ მუშური. ორირა, 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 ნადინადა. ეგე მაშინ დაგვავის მეზობლებს მივაგუ ბედური. ორირა, 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 ნადინადა. Merti? Mama očeno romel pasatašne zde ospečne.
გოგო შენი სიყვარული გადასავლეთთან დამყარე ამირან, აქეთ რა გინდა? დევით მივდივარ, მე და ბაგრატ. აზიბლა. ისაც აგირჩევ დიდი შვილებში. ამ საღამოს ის ჩამოგივლით, ჰა? რა იყო, გოგო? უყურე იმას. ბაგრატ. დავიდე. მაცალე ბიჭო. შეუპატრონო რა სინაზები? თუ მოგინდომო გამშორდი. სიცხვილე. ბიჭი არ იყო მეთვის გოგო არაბატი. რაც გაიფიქრო. შენ მაინც მიხარ? შენი დიდი შვილი. მისი რჩეულ. ის ვისაიჭერთ არ წინახოთ. დავიდე. აი გონერას ყო ბაგრატმა. ბიჭი არ იყო თუ არავატირო. გამარჯობა ბაბუ ერთადე. გაგიმარჯოთ ბიჭებო, გაგიმარჯოთ. იმუშავეთ პატარა ვაჟკაცებო, იმუშავეთ. ილამშვიდობ, სალამი გამწევ. ჩვენს გაგიმარჯოთ. იცი ბაბუა, ეგან ბაგრატი ნაზიბროლას დაემუქრა. ბიჭი არ იყო, თუ არაგატირო. არა შვილო, ჩემი გაზრდილი სოფლის ობოლს არა ატირებს. ის ფილდე, რა უნდა ბატონიშვილს, პაპუნა. მაგ პავს ბატონიშვილობას ნუ ავიწყებ და შენს მის მოვალეობას ნუ ივიწყებ. კი ბატონო, მარა ნუ თუ არ შეიძლება ბატონიშვილის საყვარელი მოზვერის გადარჩენა ვეგარიცადა. ეხლა მაგ რაც სალაბარაკვას ეგან. ბატონიშვილის ხასით ის შეიძლება გადაურჩინო. 1000-ჯერ მეტი მირჩევნია მივართავ ბატონ. ოღონდ ეს მოზვერი გადამირჩინა მოუნა. მეტი რო არაფერი გაგაჩნია პაპუნა. აჰა, მიართვი ბატონ. და თხოვე ჩემი შვილების სახელი. ნუ დაკლავს მოზვერს. ნუ ატკენს გულს ბატონიშვილი. ასე ჩემო პაპუნა, ბატონიშვილისთვის შეიძლება გავატყო რამე, მაგრამ დაიყვანე. კი ბატონო. შენ წამოდი და ამისთანა სათხოვარი თვითონვე გაუბედე ბატონს. ლიახლები აუცილებლად. შია მოიტახელი? ამან თქვა შიაო. ამან თქვა რომ არა გვაქვსო? ამან თქვა ღმერთი მოგცემსო? ამან თქვა რომ არ მოგცესო? ამან თქვა მოვიპაროთო. იმიტომ არის ასეთი პატარა რომ იპარა? არა, მე კი ფანსიგზე იყო, მაგრამ უთხრეთ. რა ვასწი, მოვიპარავო. დაოლეთ ხელი. აი. მასწიეთ. მასწოდეთ და გადაადე. მერე ბევრი ისროა, მაგრამ ამაზე მეტი ვეღარ გაიზარდა. დედა, ბატონები შრომობენ? ბატონი შრომა ვის დაუგონია შვილი? აბა ვინაჭვენ საჭმელს? ჩვენ გლეხები შრომობდა, ყოველ წელიწად ვაძლევთ რამეს ბატონს. ამას ვეგარ აქვია. მამა რას აძლევ ბატონს ბეგარა? ნუ მკითხავ შვილო, რაც გაგვაჩნია? მაინც რას? აი, მოურავმა დღეს ბატონთან ჩვენი სიმწრის ნაზარდი მოზვერიც კი წაიყვანა. უნდა დაკლან? რა ვიცი? ნივალ დღეს ბატონთან ხო, იქნებ გადავარჩინო დაკლას თქვენი საყვარელი მოზვერი. ჩვენ წაგვიყვანე, მამა? ჩვენ წაგვიყვანე, არ დავაპლევინებ.
ხო ბატონო. ხო, არ დავაკლებინებ. კარგი, ჩემო ვაჟკაცებო. ხოლოდ ერთით პირობით. არავინ დაგინახოს სასახლეში. თორემ ბატონი გამირისხდება. იმარა მე რომ მინდა იმან ხომ არის. აბაშვილებო, თქვენად განალოდეთ და მე მალე მოვალ. ორი რამდენი ხალხი? ოძვერი ხო ამოუყვანე ბატონო? კი, ეგერ რა შეგაიგა. ამიჭირე. შენ დამდიდრე ყოველი ობოლი არა მქონები ო ეგრე და მიხსვიან მომიგონებენ დამლოცვენ მოვეგონები რაცა თქვენთვის არ ვარ იყო საჯურჭლესა დასადებლად სალამაზი ქალები იყვნენ ღეროდნენ კიდე ჩემი თავი სიზმარში მეგონა იცი მამა პაპისგან დადგენლადაც მოხსნას ნუ მთხოვდა სხვა რადგინა მთხოვ თუ მოურავის ხელით გამოგიგზავნეთ თხოვნით არ დაგეკლა აო გამომარ რატო შვილივით ნაზარდი მოძბეს რავა არა მოუყვანე ბატონს თუ მიფიქრე ჯერ ბატონის პასუხს გავიგებთ და მერე მოგვიმოძვესად მე ხომ ატყვილე ბატონსაც პარავ შენი გამიშვით ორი ათმან გვარეთ თავხედები Hadi gavs, avra! Agadan. Vivo. Aga. Zeko. Ah, la gidevi. Ertaçım. Aksaydan kaç. Aset sudiya, şunu mamaşeni. Mama kiara, şen xar sudi. Bana sen. Ozveri tarbatsi. Ina. Şen. Mauro, dastis. თქვენი რისხვან უმექნება დღესვე ჩაუყვან მოძვერს სავანეში. ახლა მომსწორდ იახედა. ოღონდ ნუ გამირისხდები თქვენი მუხლების ჭირინებს. იცოდოთ ყველა რომ მე შენი სამუდამოდ კმაყოფილი ვარ ჩემო პაპუნა. დამშვიდებული ხარ. აკაკი ჩემთან დარჩება და თუ გინდა შენი ბიჭი ჩემთან ის. არა, ეს ახში მინდა. გამოიხედე ჩემსკენ. აკაკი. არ გინდა ჩემთან. არა, გამიშვი. უი. მოიცა შვილო. აკაკი. მამა. ხომ ხედავ, მიფურჩევია.
აკაკის კეთილი გული მახარებს. თურანე დარჩა ჩემში კარგი და კეთილი, მხოლოდ იმიტომ რომ მე სოფელში ვიყავი გაძიძებული და გლეხის ბავშვებში ვიზრდებოდი. რა არის მაღალი გეგონება ცაშიაო? ის საფცაშია, არც მიწაზე. კლდეზეა ციხე აშენებს. რა ხთია? მოდი ნახე. მოდი ნახე. მე როგორ მიხვალ და ნახავ თუ არც ცაში არც მიწაზე? რამდენჯერ ავსულ ვარ იქ და შაირობაში დამღამები. შაირობა? შაირობა მეც ასწავლე მისანა გამოცანა. რომ ამირანი ვერ გამოიცნა. ხო? ასწავლე. კარგი. დაგაბარე. გრუბლებში ამაღლებულა როგორც ოცნება კაცისა. შორიდან ასე გონი არც მიწისა, არც ცისა. მოდი, ნახე და იცანი, არც შენინანი, არც ისა. მოდი, ნახე და იცანი, არც შენინანი, არც ისა. აკაკი, ვინ დაგაბარა არ უთხრა, გესმის? ამირანი უეჭველად გამოიცნო. რა ქნა? შენი ხვედობა, აბა, რა მოსაწონი? ჩვენ შორის უკეთესობა სხვა ვინმე სასაწონია. გოგო მე მომცა პირობა, შენც კარგად იცი მგონი. ხარიბი მეძინიდე ხარ, შენთან რა უნდა ვიდაო? შენთან რა უნდა ვიდაო? გოგო სისხლით გიტუნებ, დიდარი ქმარი მინდაო. ენაზე მომდგარ სიტყვასა, განა სუყველას თქმა უნდა. გამოდის, ხონე მოშინჯეთ, ძმას დასაქცევად თქმა უნდა. ჩემი ფალანი ამირანია, ჩემი კი ბაგრატი. აბა ვნახოთ. ის დავოფას რა უნდა? ეხის დამოფ რა უნდა? მე რომ არაფერს ვაპირებ, 9 ხაზზე დამიფიცია. ის გოგო კაკოსთან დადის. კაკო ისეთი ბიჭია, ორივეს შრალზე დაგტოვებს, თუ არ უფრთხილით ბიძია. შენი ნათქვამი ჭორია, ატყვარა ხარ ნამდვილად. აკაკი ჯერ ჩოჩორია, გლეხის ბიჭებში გაზრდი. აბა, აკაკი შინებ. გლეხის ბიჭობას არ წუნო, შესავით როდი ვწირიო. მე თუ ჩოჩორი დამარხვი, შენ გამოდი ხარ ვირიო.
მიწაზე. თიკეთის მახარობლადა, თუმცა დედმამა არ ახავს. როდი ისდება ობლადა, რუბლებში ამაღლებულა, როგორც ოცნება კაცისა, შორიდან ასე გონია, არც მიწის და არც ისა. მოდი ნახე და იცანი, არ ჩენინანე ფარსისა. ეგრა გამოცანა, რაღაც აბდაუგდა, ამირა. მაგას, ჩემს მეტი ვერავინ გამოიცნობს, ჩემო კაკო. და ვერც ვერავინ გამოიგონებდა შენს მეტი განაცვალე. რუბლებში ამაღლებულა, როგორც ოცნება კაცი. აკაკი. შორიდან ასე გონია, არც მიწისა, არც ისა. მოდი, ნახე და იცანი, არც შენინანებს, არც ისა. მიგიხვდი და მოვე, გნახე. იქნები დამარჩეული. ამირან, იცი, მე ეხლა გავიგე რა ყოფილა. რა? ეხლა ვერ გეტყვი. ვერა. სიკვდილიდან დაბრუნდა ჩემი უფროსი ძმა ილიკო. არც ერთ არ ვიცოდით, რომ ერთი ეთლით სარგებლობდით ორივე ძმები. მე სავანიდან ბაბუა ესტატეს ფისკილამდე, ის კი პეტერბურგიდან სასახლემდე. Santilova, hayda. Kıvati titonar vargat. Hey, come in. Atiyata Santilova. Kıvati. Tamam xarablo, madara çabuk. Iliko Bogdanova çavada. Şorsarıya. Ahlat diskutarikte bir yervadır. Adını mama, deda, nabednireba რომ იცევ თქვენთანა ვარ. Şilo mama genatsualo. Აი, რა გაგვახარე, Როგორ დავასკაცებულხარ, შილო. თამნო, შილო, მოდია. Მაურე. ხვალ სადლა დაიმპატიშე ყველა მეზობლები. ვაყურეთ სადამტერი. ელა უნდა გაიხაროს. უფროსი შვილი მაჩვია. adını mama. მაშინ უგდამე ხვალ კაკოთ ჩამოიყვანონ სავანიდან. მაურე, ოიცა. ჩემი ხიტხიტად ბიჭი აკაკით აქ ჩამოიყვანე ხვალისათვის. რომ წერს, არი დაუდგა. ატონი შვილი უნდა დავიყვანო. გავაქორი დაგვეთ, მოურავ. ქალბატონ მაგდანა შენი ბიჭი უნდა გავაყოლო. ჩემი აბა ხო? რა გაპირებ, დედა? შენ რა გიშავ, შვილო? მე რა მეშველება უშენოდ გენაცვალე. მუსტირი, მე არ წავალ. არა, უნდა წახვიდე. ხომით შენი ძმა ჩამოსულა. მაშინ შენ წამოდი. არა, ჩემი წასვლა იქ არ შეიძლება. მანო. მომზადე ბატონიშვილი, ეთლი მზადა. მე არ ვარ. ვიჯოს? ეთლი მზადა ბატონიშვილო. მაშ ამბაკო წამოვიდეს. ნაზიბროლად. კარგი, ჩქარა ჩემო. მოდი ამბაკო. რა თავისით იღება? ყვავილები. ეს ყვავილები შენთვის დავკრიფ. ჩემო აკაკი. მადლობ, ნაზიბროლად. არ დამივიწყო. გენაცვალე. არც შენ ამბაკო. შვიდობით ჩემო კარგებო. ნაზიბროლად, ხორცი არ გამოგვაბარე. აუცილებლად შევატყობი. უნდა გახსოვდეთ. აკაკი, შენი ძმა. შენ საფში გარდი. საიცა მეც უნდა ვაკოცო. გენაცვალე. აკი არ გადარწავალო. ამბაკოთ სამიდგა. მე მარტო ვჩები. ბატონო, ნაზიბროლად ხომ შენთან შედა? არა, გეღორი. აბაშვილო, კარგად იყავ გენაცვალე.
გამეეტირება ესა. არც მე მაქვს ქვისგული. Agagi. Arts shvilo. Martalia ჩვენს ბეღელს თაგვების შეეჩვია. მაგრამ სატრეთლოს ბეღელი ყოველთვის ავსია და შეზმობით საჭმელს არავინ და ოურავ, აგახლა, გადა. მოიცა. ბეღელს თაგვი შეეჩვია. სუხრავს, რაც სახრავია. მაგრამ თვითონ დიდი თაგვი, თვითონ ურავია. უნდა ჩახწერო. არ უთხრა მოწებული შაირი თუ? აბა რა გეგონა? ხომაღარცა, ენაცო. თუ ყველაფერ შემისრულებ, თავჩები. რა უნდა იყოს ისეთი, რომ როსტომ ტრეთელმა ვერ შეასრულა? იბრძა. მე მინდა ნაზიბრულად აქ იყოს ისე, როგორც ამბატო. შენეი, დოპლის ბიჭო, ინებე ეხლა ბადალიშვილობა. გახსოვდე, შენი სიტყვა კანონი. იასე. ეი, აგრა, ადგახლავად ბატონო. მოიცა. ეხლავე გაფრინდი და ნაზიბროლა აქ მომგვარე სასახლეში. ახლავე ბატონო. მოიცა. იასემინ. გესმი. აბა მიყურეთ. ეი, ბაგრატ, გაფრინდი და ეხლავე აქ მომგვარე ნაზიბროლა. გესმის? იასემინდა. ვარცლა წავიდა. რატომ დედა მანუსავით მიყურებ? მე თქო დედა ვარ, შვილო. რატომ მანუსავით არ მკოცნი? მე შენზე ნაწყინი ვარ, შვილო. რატომ? კარგი, დაწექი და მიპასუხე.
განაშენს სოფელში გასწავლიდნენ, რომ ბატონიშვილი ხარ და შენი სიტყვა კანონია? არა. მაშ რა თუ გძანებ აგრას ნაზიბროლას მოყვანა? არ ვიცი. აი, ასეთ დაუფიქრებელ ბრძანებას შეიძლება უბედებას მოჰყოს. მოხვედი, რასულელს შეკითხვას გაძლევ. მე ხო ხედავ რომ მოხვედი. მომეცი ხელი. განაშენ არ გეკუთვნის ჩემი ხელი. გული. ამირან, იცი, მე ახლა გადიგე რა ყოფილა. მაინც სულია. წინ შენ მიდგეხარ. გამიშვი ხელი. მაინც ჩემი. მიშველეთ. ნაზიბროლა მოიწევდე. ეს ბაგრატ გარჩამო. ნიკოლა ხოფისობოლია. სოფელმა უნდა უბადონო. ნაზიბროლას იქ არავინ ეყოლება ხომად.ენ უნდა უშრობო ხალხო. გაიეთიოთ ბაგრატ, სანამ გიანარა. ეყოლი სტაშობია. ბაგრატი ჩემი მობილია. დაგვანებებს ნაზიბროლას. გავსქევარ ხალხნო. დავიდე. რასმერჩი ბაგრატ. ბატონიშვილის ბრძანება. გამშორდი. ისწავლეს მძებნელო, მიხდებ დავითის მცნებასა, გერმწარესჭამე კვლავ ტკბილი, თუ ეძებ გემოვნებასა. რას მღეროდი დედა? კი არ მღეროდი, წიგნს კითხულობდი შვილო. მეც მინდა წიგნი ვისწავლო. ჯერ ადრია, მე შენი ლოცვას გასცემ. ლოცვა მე თვითონ ვიცი. დავწები დამეძინება, პიჯვარი დამეწერება, 9 ხატი 9 ანგელოზი, თავისა დამესვენება. მიწა თქვენია, მაგრამ სოფლის ობოლზე უფლება არ გაქვს. ეს შენახარ ესტატე. რას მოესწარით? როგორ მიბედა? დავიბრუნე ნაზიბროლა ბატონო. ჩვენ როგორ დღემდე ისე მოული. ჯვარსაც ჩვენ დავსწრებ. რაო? ჯვარსაცო? იქნება ვიწერან. საქმრო წყალს. ხავ, გამენახე რომელი ხარ? ამირანი გახლავართ, ბატონო. ნაზიბროლა, სადახარ, სად? ჰოტელში დაბრუნდი. გესმის? ჩემი სიტყვა კანონია. ისი სიტყვა კანონია თქვენთვის. რომ დაიგონე. სამბავია. ალბათონის ბრძანება. დამშვიდი შვილო, მე უკვე უბრძანე, ნაზიბროლა სავა. არა, მე მინდა დავინახო ნაზიბროლა. ნაზიბროლა.
ხედე სავანის გლეხობა მადლობას გითხრიშვი. ეს ამბავი იმიტომ მოხდა, რომ ჩვენ ორივეს ერთი გოგო მოგწონს. მართალია ეს ამბავი ამირან შვილო. არა. მე მიყვარს. ნაზი ბროლა, მიხარიან რომ ჩემს გასtildeებს ცნობას ცოტი. მაგრამ თქვენ შორის ძმობა უნდა მოიშალოს შვილო. ერთი ძუძუ გიწოვიათ. მედი ხარ შვილო, მედი. ბანი. ეხლა უყურეთ როგორ იწერება დონი ქართულად. რუსულად დაბრო, აი ასე. დაბალგოძებიან სახლები. კი. რას ნიშნავს დაბრო ქართულად? დაბრო ქართულად სიკეთეს ნიშნავს. შენ ხომ კეთილი ხარ? ხომ? მე კეთილი ვარ. მე უფრო კეთილი ვარ. არა მე უფრო კეთილი ვარ. რა გაჩხუბებთ, შვილო? თქვენ ხომ ძმები ხართ? ძმები. ამბაკო, შვილო, რატომ მგონია, რომ შენ უფრო კეთილი ხარ? მე გლეხი შვილი ვარ და იმიტომ მე უფრო კეთილი ვარ. მე რომ ამირას ქორწილს დაპირდი. შენ რა იცი, შვილო, ქორწილი რა არის? ვიცი, ვიტყვი. აჩუქეთ ამირანს ნაზიბროლა და აჩუქებენ. ჩემი სიტყვა ხომ კანონია? არა, შვილო. სანამ შენი სიტყვა კანონი იქნება, ისინი დადერდებიან კიდე. მე რო შევწირდი? აი, გიმნაზიაში გამოცდებს რომ ჩააბარებ და მიგიღებენ, მაშინ ქორწილის ნებასაც მივცემ. ჩააბარებ. აბა გაიმეორე? აზბუკი ვეჯიგლაგოს დაბრო. აბა, წაიგიქე. ბუკი. ვეჯი. გლაგოლ. შემდეგ დაბრო. შემდეგ ეს ფიტა იჟიცა. ოჩა ვინ გასწავლა კითხვა? დედამ. დაჯექ მერხზე დღეიდან შენ ხარ პირველი კლასის მოსწავლე. ერთი სიტყვით დედას უსწავლებია. რა გვარია? არ მიკითხავ. სხვა ხუჭუჭაა ისეთი. აი გაიცანი. მამა ამის. თქვენი შვილია. როსტომის ძერწერეთე. თქვენ საუცხოდ გისწავლებიათ შვილისთვის რუსულიანა. მე გადავცემ თქვენ შექებას კნეინე ეკატერინეს. მას კითხეთ შეერა, რომ რუსული ენა ჩვენთვის ისევე საჭიროა, ვით მშობლიურ ქართულ. ნახვამდის, ბატონო, ნახვამდის. ორი კაპიკი და სამი კაპიკი, 5 კაპიკი. 1 კაპიკი, 6 კაპიკი, 6 კაპიკი და 5 კაპიკი 11. საგაბაშვილს არ ვარ ვუყიდი. 5 კაპიკი რომ გვაკლია, მაშინ რა ვქნა? ნუსტირი ჩვენ გიყიდით წინ. აი ფულებით შევაგროეთ. მოდი ამასაც ხოვოთ. არ გვინდა. ზუნწი იქნება.
მოვიდა. აბა მოაწერე. ასწავლებელმა არ მოგისწროს. ის გვიგზალავს ფულის შეგროვებას. წერე თელი. ეს რა ამბავია? აბაშიძეს 3 კაპიკი. აბაშიძე, მოდი აქ. მაჩვენე რომელი ხელით მოაწერე? 1, 2, 3. ნიკოლაძე, 2 კაპიკი. მაჩვენე ხელით. Lord Kipanidze. 1 კაპიკი. Ცოტა. შენი ეშმაკო. ივა, არა, როგორ ხარჯერო? კერეთელი. 5 კაპიკი. ოჰო, გეთყობა თავადობა. თელი. შენ ჩაცია ხარ? არა. მასშტაბლა მარჯვენა. ამ გაკვეთილზე ხომ წერა გვაქვს? ჰელო? მარჯვენა. ჰეი, დარაჯო. ებლები. ოჰო, აიჭირეთ, აიჭირეთ. აიჭირეთ, აიჭირეთ. აიჭირეთ. არ გამუშვა. ამბაკო, მოდი. დავით. განა, უჯოხოთ სწავლა არ შეიძლება? დამშვიდ შვილი. იმათ ასეთი წესია. თუ სწავლა გინდა, კიდეც უნდა მოითბინო. კიდეც უნდა მიეჩვიო. თუ კიდევ გამგზავნით იმ დაწევლის გიმნაზიაში, თავს ჩამოვხდე. ვასკაცის თავის ჩამოხჩობას, არ გაგავინა, შვილო. აი, ჩვენი საგვარეულო ხმალი. როცა გაიზრდები და პეტერბურგში გაგაგზავნე, თან გაგა. როდი? გიმნაზიას რომ დაამთავრებ, შვილო. თქვენ იმასაც კი დამტივით. გიმნაზიაში რომ მიგიღებენო, ნაზიბრობას ამირანს ვაჩუქებთო და ქორწილსაც გაჩვენებთო. ხო და დაპირება შეგისრულეთ კიდეც. აი, სოფელში წავიდეს, ძიძამანოს რესტუბროთ, იქ ქორწილსაც ნახავ. რა კარგია ქორწილში წასვლა. მერე კი ისევ გიმნაზიაში დაბრუნდები.
ხორცელი და იმიტომ მათ უკენ აძიბროლა ამირანს. ცეკვაში ჩარევა სად გაგონი? მაგრამ ხანგრძლივ სოფელი გაახარეს ისმის განა საფში ურევს დარენახველს მტრისა მისი გამოცანა გამგელი ფაგრად გამზრდეს ნამდვილი ამბავი მაგრამ ხანგრძლივ სოფელი გაახარებს ვისმეს განა საფში ურევს დარენახველს ტრისას მისი გამოცანა ირიჟრაჟა ქარი ჩადგა გადიყარა დადგა დარი ლურჯ ბედაურს მოაგელვე მეგობრისთვის მეგობარი მიიყვანა დადა შიშევიდა წყნარად ხილად გრძელნაბადში გამოხვეულ სტუმარს ძინავს იქვე სტილად აუარა გვერდი მის იქ სადაც ისებულებს ვინც სიცოცხლეს ურჩევნია სულ სტირავს და თავსევლებს სასუებით შედის ქვაფში და რას ხედავს იქ საკვირვებს ნაძი ბროლა ჩუმად ტირს იხოკავს იკასრავს მიხვდა ქმარი რაც მომხდარა ზარმა დაჰკრა ელდაეცა
და რომ კრინტიც არ დაუძრავს, იქვე უხმოდ ჩაიგეს. იქ ხანსიკურად დასხმულ, უყურებდა ცოლის ტანჯვას. ბოლოს გონე მოიკრიფა და მოეგო ისევ ჩხუა. მივიდა და უთხრა მტირა. შუ, ნუ სტირი გენაცვალე. რაც ინახავ სიზმარია, დაივიწყე ისევ მალე. გადაიგდე გულიდან ეგ ცრუს ღაპარი და სიზმარი. მე და შენი სიყვარული მინდა არის ვის ლამპარი. მოეხბია და სტრემლები ამოუშრო თვალში ხორცი. დააწყნარა, დაამშვიდა ალერსით და ბევრი ხვეწი. მაშინ მხოლოდ გამობრუნდა სტუმრისაგენ და უთხრა ე. ადეთ მაო, გაგვიძებას არაპირებს მგონია დღე. მაგრამ როცა მშვიდ სახეზე შეამჩნია მას ცხიმილი. მაშინ გათხოვ რომ ხარ კმაყოფილი. შეასრულეგანა ჩემი ძნელი ნატრა და სული. შევასრულე. მოგიყვანე. რუათი გაეშვა. მუდამ ძრახავს საკმარისად რომ ვერასკემსა. გამოაცხო არ დააძლო რაც წესია სამსახური. რომ სტუმარი არ გაუშვა, გულნაკლი და უმადლო. გაახურვეს მიცხენები, აღელვეს, აჩქარეს. დავით პროგზიკის დაღმართი სულ კუნტრუში ჩაატარეს. მერე უთუგათა განა აპატია მირანმა. ასეთი შეურაცხყოფა შეუძლებელი. გათხოვობ რომ თქვენ ყველას ძალიან გაინტერესებს. რა თქმა უნდა. განაგ. მაშინ განვაგდო. რომ ჩავიდნენ შორი ახლო. მინდვის პირად იქვე დაბლა. მას ინძელმა შეაჩერა ცხენი და ხმა იმაღლა. იცი შვილო, ირშაობა ვიცი შენი შემიტყვია. და დღეიდან ჩვენ ორშუა, მოციქული არის ტყვია. აფხატად, დამეკარგე, ხილად, არცად შემეყარა რომ სუდგუნზე უცაბედად შენი სიცხლი არ დავყვარო. მას ვინე რაც შეგწოდეს ინიდისი გამიმრთელე. რაც ქვეყანას მიაჩნია, ზურზე უფრო უმკიცესად, რომ გასწეხე ის გეყოფა სიკვდილამდე შენ საქმეს. დადინახე ის მოძღვარი, ვინც შვილივით გამოგზარდა. დაუამბე შენი სპირით რაც სირცხვილი დაგემართა. აი სწორედ ამ მოხუცთან მიდის ახლა სისმაგრად. მორძვობის გამტეხი და შოულების გადამდენი. არც ვარი, არც ვაშკაცობი, არც სიმდიდრით, არც ქონები. ეს მოხუცი ცნობილია მხოლოდ ჭკუით და გონებით. ხელფეხს ერჩი, თვალსაც უჭირს. არწყვილი ქადილია. სადაც კი აგვარიშვილი, ყველა მისი გაზრდილი. ბაგრატიც კი მან გაზარდა, ისე როგორც სხვები ყველა. მაგრამ მარტო წვრთნა რასიდა, უნება მას არ უშვა. ეუბნება ყოველის ერთ, უნებურად რაც შეერთვა. ცრემლების ის დაეჩრება ბურთად ხელში მწარე სიტყვა. უსუგდებდა მას გამზრდელი. სახე მოინაღვლიანა. სიდიადია მუხლობის, თვალწინ გაისიგრძეგანა. ოხრით კითხა. მერე რომ გაიგო რას თქვა ქმარმა. პაპატივა, შემიცოდა როგორც ძმამ და მეგობარმა. მხოლოდ ის კი დამავალა. ნახე შენი გამზრდელიო და მაგ შენი საქციელის პასუხს მისგან მოველი.
მესმის და პასუხიც მხოლოდ ჩემი ეს არის, რომ ნამგზის გასაწმენდა ჩემი ხელი სისხლს დაუხვრიო. შეაკენაზე და ფეხზე მან დამბა ჩაგატენილი, მორჩილების ბუნკერს უშვერს ბაგრატ მისი გამოძვრს. მას გამწრდელი ეუბნება. შენ სიკვდილის რაღისი ხარ. სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ, რომ კაც ვერ გამისიხარ. ხელში ნიჭე და ცხელი წვია, ძირს დაეცა სულთან ბრძოლი, დამლის ყვამსში გაეხვია. გაბაშვილი, კუთხეში! შუბა! დაბავიეთ! ამას კი თან წავიღებ, რომ იოაქციო პედაგოგიური საბჭოს ყურადღება ამ შენს ეგრეთ წოდებულ თხზულება. ვის მოპარე ეს სიუჟეტი? ბაირონს თუ პუშკინს? ეს სიუჟეტი სინამდვილიდან ავიღე და მევე გადავამუშავე ბატონო მასწავლებელ. ეს რომ ყოფილიყო ბაირონი ან პუშკინი, მაშინ არ გაგიზრდელდებოდა გამოცნობა, რომელია ამ ორში. მოაზროვნე თავისუფალ თემაზე. ერთელი, 5, გამოვაკლოთ 20, იქნება 1. ამით მოვჩებით შენთან საუბარს, პოეტო წერეთელო. ბეჯით. სინაგაკოჩის ზოგონებ ჩვენ მოვჩით პუშკინს. გადაშალეთ 96 გვერდი. ხერა. რა იყო გაბაშვილო? განადგასლაგინდა? არა ბატონო მასწავლებელი. მაშრა. განა პუშკინს იმის გარდა არაფერი დაუწერია, რაც ჩვენს ქრესტომატიაში დაბეჭდილი. გადი! კაცი და გადი! დაიცა. ბეჯეთ. გადაშალე 96 გვერდი. Мой друг, отчизни посвятим души прекрасные порывы. Есвинства! Пушкин, товарищ Верь, найдет она царя пленителя счастья. Эскивинства? Николадзе. На обломках самовластия напишут наш имена. Чувак! Отходи! Წერეთელო, მოდია. ვინ გასწავლათ ეს ლექსი? ჩვენმა მასწავლებლებმა. ოჰო, ოჩა. აბა ვითხარი სახელდობ ვინ? ბელინსკიმ. ვინა? გერცენმა. ვინ? დაბრალუბო. ვინა? ჩერნიჩევსკი. მეგობრებო. გაკვეთილი დამთავრდა. მე ვამაყობ, რომ შენი მეგობარი ვარ. აკაკი, რამ შვინიერი პოემა დაგიწერე? ჩვენ ყველანი ვამაყობ შენ. დაუყოვნებლივ უნდა ვლაგმოთ ეს ბიჭიერი ახალგაზრდა, როგორც თქვენი ნებეთ ბრძანება. რადგან ის ნებას აღწევს თავს, ასეთი რამს წერო. იმედი მაქვს, ბატონი დირექტორი მეთანხმება მე. მე რამდენადაც გავიგე. ეს ნაწარმოები კრიმინალური გალაშქრება არა მარტო ქუთაისის გიმნაზიის წინააღმდეგ, არამედ არამედ სახელმწიფო აღზრდის მთელი სისტემის წინააღმდეგ. დაწყე.
მინდა ვისარგებლო თავისუფალი წუთით და მოგესაუბროთ ყველას ალგებრას. სხვა ალგებრას. ჰა? განახმახარ? სიამოვნებით. ხო, გრია. დალი. წერეთო. ხომ გაქვს შენახული თქვენი თხზულების დედანი? მე მაქვს. მეც გადავწერე. მე უკვე გადავწერე. კარგია. მხოლოდ ყველას ქართულად აქვს გადაწერილი. ჩინებულია. წერე. აუცილებლად წერე. ოღონდ საჭიროა იცოდეთ რაზე უნდა წეროთ. ეს არის თავარი. ამას თქვენ გაიგებთ. ვა. ვა? ვერაფერს მიხდით. ეს გახლავთ ცხოვრების ალგებრა. თქვენი მომავალი ცხოვრების ამოცანა რომ გადაჭრათ საჭიროა იცოდეთ რომ არსებობს ორი რუსეთი. ერთი რუსეთი მეფისა. ამ რუსეთშია ქუთაისის, როსტოვის და სხვა გიმნაზიები. ეს თქვენ ყველა კარგად. მაგრამ არსებობს მეორე რუსეთი. მოიწმინეთ ჯერ მეც დავალ. გაიგეთ? გავიგე. ხედავ როგორ უყვარხარ. დარეთალი დირექტორთან. არა და არა ბატონო. ამნიჭიერ პატრონს დიდი მომავალია. შემოვიდეს წერეთელი. ეს თქვენი თხზულებაა? დიახ, ბატონო დირექტორ. გამსტრდელი პოემა. რატომ უწოდეთ ამ პოემას გამსტრდელი? არ მესმის? უძღვნი ჩემს პედაგოგებს. არ მესმის? ვერაფერი ვერ გამიგია. ბატონებო, შეკითხვები გაქვთ? იქნებ ჭაბუკწერეთო სამნაწარმოებით უნდა გვაქვს ცნობინოს რომ ჩვენც უნდა მოიყვანოთ თან. ჰა? მე გარ მიფიქრია. მაგრამ თუ ეს თქვენ გსურთ? გადით აქედან. გიმნაზიიდანაც კი? გესმით დაბრუნდით კლასში და ამიერიდან არ გაბედოთ ასეთ თხზულებათა წერა თავისუფალ თემაზე. გასაგებია? გავიგე ბატონო დირექტორ. თავისუფალ თემაზე მწერლებს ბევრნი არიან და ისინი ჩემზე უკეთ დასწრენ. მე კი ამის შემდეგ მხოლოდ დავალებით დავწერე. კარგია. ხომ გაიგონეთ ბატონებო? დავალებითო. მხოლოდ ხალხის დავალებით აკაკი. რა გადასწყვეტეთ? იმას ვერაფერი. მაგრამ მე კი გადავწყვიტე. რა გადასწყვეტე? გასვლა დიდ რუსეთში, პეტერბურგში. პეტერბურგში. ამრიგად აღმოჩნდი რუსეთში, რომელიც ჩემი სიჭაბუკის საყვანი გახდა. პეტერბურგის უნივერსიტეტში შევედი და გამიტაცა დიდი რუსი ხალხის მოწინავე შვილების. ჩერნიშევსკის, ბელინსკის, დობროლიუბოვის, გერცენის იდეები. ეს იდეები ჩემს სულში სამუდამოდ აღიბეჭდა. მალე მეფის ხელისუფლებამ პეტერბურგის უნივერსიტეტი დახურა, საგანგებო განკარგულებამდე. მე დავტოვე რუსეთი.
ილია ჭავჭავაძის, ნიკო ნიკოლაძისა და სხვათა კვალდაკვალ ჩემს სამშობლოს, საქართველოს მოვაშორე. მოდი ნახე და იცანი, არც შენი ნანებ, არც ისა. ჩვენი ნანა, ჩემ შვილს უმღერს. დედა! შვილაკაკი. შენ ახარ ჩემი ლექსის ძიძა. შვილაკაკი. ძიძა. შენ გენაცვალე. დედა. პაპუნა. შვილო. აკა. მამა. ჩემო ვაშკაცო. სულ არ გამოცულ ხარ, მამა. აკი, ვამბობდი. ბედნიერი წელიწადი დამისგა. დედაც ისევ კბილ ნანას მღერი. შენ რომ გიმღეროდა. და ისევ ძველი სიტყვები. არა დედა. აბა, სხვა სიტყვები მე საიდან ვიცი, შვილო. ახალი დრო დგება, დედა. ახალი სიტყვები უნდა უმღერო. შენ შვილიშვილი. რა ქვია შენ შვილიშვილი? ამირანი. ამირანი. გაიზრდები გენაცვალე, თავისუფალიო. ბატონი ვერ შეგაწუხებ, ვერ გაგწეხ ხვალიო. შენს მტერსა და მოშურნესა დაუდგეს თვალიო. ჯირისა და თვალისგან გიხსნის უფალიო. ხომ გიამა გენაცვალე, მან გაგაცინაო. პატასკინა იადონო და ვარდის კონაო. დღეს ხომ კარგად გაიგონე ჩემი ნანინაო. და თუ კარგად გაიგონე ხომ მოგეწონაო. იავ ნანა, ვარდო ნანა, იავ ნანინაო. მაშ ნუ გძინავ. გაიღვიძე, იცან ქვეყანაო. შენ შეიწვი ამას სოფლი, რო გამოცანაო. იავ ნანა, ვარდო ნანა, იავ ნანინაო. გახსოვს ამბობდი არასოდეს დაბერდებიო. მე კი დავბერდი. ვეღარ ამღერი. შენი ლექსი კი ისევ ახალგაზრდა. ახლად მომავალნო. მე უკვე მიმავალი გეთხოვებით და ვწუხარ რომ საგულის ხმანდერძად ვერას გიტოვებთ გარდა მარტო ხვეწმავედრებისა. გიყვარდეთ თქვენი სამშობლო, თქვენი ერი, როგორც პირველი საფეხური კაცობრიობის ვისწრაფებისა, რადგან სიყვარულშია ადამიანის ბედნიერება. ამნაირ ხალხის აღწვანებას შეუერთებ დღეს ჩემ სურვილ თქმას, მაშა
ვაშა სათაყვანო მომავალ ამ თავისე არ უცნაური